კალაძემ ნაძვისხის ანთება გადადო. მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირი პროევროპული აქციის მონაწილეებმა დაიკავეს, თბილისის მერს უკან დახევა მოუწია. საგანგებო ბრიფინგზე მან ოპოზიცია საახალწლო ზეიმის ჩაშლაში დაადანაშაულა. კალაძემ მხარდამჭერებს სახლებში დაბრუნებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ნაძვისხეს აანთებენ მაშინ, როცა ოპოზიცია ღონისძიებას წინ არ გადაეღობება. მინდა მოუწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, იმ ადამიანებს, ვინც მოდიოდა აღნიშნულ ღონისძიებაზე, უამრავი ჩვენი თანამოქალაქე შეკრებილია თბილისის საკრებულოსთან, ბავშვებთან, პატარებთან ერთად და რა თქმა უნდა, მათ არ მიცემთ საშუალებას, რომ წავიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით და გვინდა მათ მოუწოდოთ ნაძვისხის ანთების ღონისძიებაზე მისულ ოცნების მხარდამჭერებთან მამუკა მდინარაძე მივიდა. ადგილზე შეკრებილ რამდენიმე ათეულ ადამიანს მან დაშლისკენ მოუწოდა. ყველაფერზე წამსვლელები არიან და ჩვენ შევხედოთ აქ ბევრი ბავშვი არის, მაგრამ ცოტა ბავშვს ეკნებოდა აგერა ვარ პირადად გავუშვი. აი მაგას ახერხებთ. დიდი მადლობა რომ ვითვალისწინებ და დავიშალეთ რა. ბიჭებს მადლობა გადაუხადეთ. ეხა კიდე ნუ ანერვიულებთ შუაში ჩაგვ ხო რა თუ შეიძლება. ბოდიში. კაცი რაღაც თუ რაღაცაზეა წამსვლელი და ამიტომ ეხა ეს არ დავძაბოთ ეს სიტუაცია. კალაძის განცხადებიდან მალევე რუსთაველზე საახალწლო ღონისძიებისთვის საჭირო მონიტორები და ილუმინაცია გამოირთო. აქციას შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ბაზარობაზე ჩემთან მოდიან. δεν მინდა რომ ისურვოთ. მანამდე რუსთაველის გამზირზე ნაძვისხის მიმდებარე ტერიტორიასთან საპოლიციო ძალების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა მიიყვანეს. ახლა პოლიცია ჭიჭინეთის ქუჩაში შემეშალა.